გამარჯობა. მოგესალმებით დოქტორ დეტერმინისტის პოდკასტში. მე ჯაბაზარქუა ვარ, მის წამყვანი და პოდკასტს წარმოგვიდგენს სივრცე 13. ჩვენ დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი იქნება ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე, რომელთანაც გავვლით საკმაოდ ისეთ პრობლემურ საკითხებს. დღეს მოკლედ ძალიან გახდა ნარკოლოგია აქტუალური რა. სხვა შორს ჩემს ძალიან მოულოდნელი იდეაში არ იყო, იმიტომ რომ ხედავ აქ ცხოვრობთ, დავდივარ და ხედავთ სუბსტანციებთან რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს მეგობრებს, რაღაცა ადამიანებს და ამ შემდეგ, მაგრამ მაინც ესე პოლიტიკურად რო ძალიან აქტუალური გახდა, ცოტა მართალი რო გითხრათ არ ველოდი რა. მე თუ ენს არ ველოდი ასეთ რაღაცა ისეთ ხის და აგრესიულ და თვითონ რაღაც ჯანდაცვა ამერს Facebook-ზე რო შევინდეთ, ანუ ყოველ დღე რაღაცა აქტივობა ეძღვნება ამ თემას რა. ამ თემაზე სალაპარაკოთ მოგიწვიათ, იმიტომ რომ თქვენზე უკეთ ეხა ამას ვერავინ ვერ გაგვიშლის რა. დიდი მადლობა მორწანებისთვის რა. მადლობა ამ თემით და ინტერესებისთვის, თუმცა ყველა ინტერესდება ამ ბოლო დროს ამ თემით, მაგრამ და გვაინტერესებს. არა, ზოგადად ხო კარგია, რომ ამაზე ვლაპარაკობთ, იმიტომ რომ თუ არ ვილაპარაკებთ, იქნება კიდევ უფრო ცუდი და კიდევ უფრო ცუდ შედეგს მივიღებთ, რაც დღეს გვაქვს და ამიტომ ეხა ჯანდაცვის საიტზე ნარკოლოგიის თემით დაინტერესება, ესეც რაღაცა პოლიტიკური წარმატებული რეფორმის წარმოჩენა, რომელიც ძალიან სახიფათოა და ძალიან ცუდი შედეგების მომტანია. ეხლა დღეს დღევანდელი დღე რო ავიღოთ, უყურებდი შინაგან საქმეთა სამინისტროს ქრონიკას. 32 კაცი დაიჭირეს ქურდული რაღაც სამყაროსთან კავშირში. 5 კაცი ნარკომანიაზე, 2 ქრთამზე. ნარკომანი და დილერი. ხო, დილერები, ანუ რაღაცა 355 აბი სუბუტექსი ამოიღეს. უკვე, სუბუტექსი აუცილებლად გაჩნდებოდა ახლა ამ პროგრამების დახურვა, ნიშნავს მოთხოვნა არსებობს, ბაზარი აუცილებლად შეავსებდა ბაზარი და ქრთამის აღება, არ ვიცი, ეს ალბათ ეს 12 წელი ტყუილში გვაცხოვრეს, რომ კარგი ქვეყანა იყო. ხა როგორ შეიძლება ხა ეს ყველაფერი ერთიანად ყველაფერი ხდებოდეს. ფაქტია, რომ რაღაცა ძალიან დიდი გადანაწილება ხდება ამ ყველაფერში და მაგიტომაც არის ნარკოლოგიას თემა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი ძალიან დაკავშირებულია შავ ბაზართან და შავი ბაზრის გადანაწილებასთან, ასე ვთქვათ და ეს თემის ასე ხისტად გადაწყვეტა, ხისტი ასე ვთქვათ გადაწყვეტილება ყველაფერი უწყობს შავ ბაზრის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას, რაც არის ყველაზე ძალიან პრობლემური, იმიტომ რომ ისედაც დღეს შავი ბაზარი აბსოლუტურად არაკონტროლირებადია და ისეთი პროდუქტებია და ისეთი სუბსტანციებია ბაზარზე, რომ ფაქტიურად რა უზარმაზარი საშიშროების და საფრთხის ქვეშ დგას ქვეყანა, ის რომ არ მოხდეს ის, რაც ხდება დღეს ამერიკაში, კანადაში და ევროპის ქვეყნებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ქვეყნები ძალიან მიუხედავად თავიანთი ზოგ ხისტი ან ზოგ ლიბერალური ნარკოპოლიტიკით, სიტუაცია მსოფლიოში შეიცვალა, მოწოდება ნარკოტიკის სუბსტანციის თვითონ სუბსტანციები ზოგადად, რომლებიც დღეს არის შავ ბაზარზე და თვითონ მომხმარებელი ძალიან შეიცვალა. დღეს აღარ არის ის მომხმარებელი, რომელიც იყო 90-იან წლებში. დღეს არის აბსოლუტურად სხვა. ძალიან საკმაოდ განათლებული, საკმაოდ წარმატებული, ჩვეულებრივი სოციუმის წარმომადგენელი და შეიძლება ისეთი წარმომადგენლებიც, რომელიც ვერც წარმოგვიდგენიან, თუმცა არის ძალიან ბევრი ასევე ძველი კოღორტის წარმომადგენლები, რომლებიც ასევე ერთვებიან ამ ახალი ბაზრის, ასე ვთქვათ, შემოთავაზებებში, იმიტომ რომ ეს ბაზარი საკმაოდ ძალიან კარგად მუშაობს, შავი ბაზარი იყენებს ყველა მარკეტინგულ სვლას, რომელსაც იყენებს ნებისმიერი ფარმაცევტული კომპანია მაგალითად და ბევრად უკეთესი, თავისი შეთავაზებებით, თავისი ბონუსებით, თავისი ატკატებით, თავისი ასე ვთქვათ, შავი ბაზარი მუშაობს ფაქტიურად ისე, როგორც წარმოვიდგინოთ, მუშაობს ძალიან კარგი ფარმაცევტული კომპანია. და ამ უხეში ინტერვენციით ახლა შავ ბაზარზე ვიღაცა ჯგუფები გახდებიან დომინანტები, ხო? ძალიან ბუნებრივად რაღაცა. მანდაც ძალიან შეიცვალა, ასე ვთქვათ, სიტუაცია. ახლა მე არასოდეს არ ვიცოდი, ვინ იყო დომინანტი, ვინ იჯდა იქ ზევით და ვინ ფარველობდა ამას ყველაფერს, მაგრამ
ამ ბაზარში ჩაერთო ძალიან აქტიური ნაწილი საზოგადოების, იმიტომ რომ ნახეს რომ ეს არის ფულის შოვნის ძალიან ადვილი გზა, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც IT ტექნოლოგიებს ფლობს და კარგად ფლობს. ეს არის ადამიანების ჩვეულებრივი მოქალაქეები, რომლებიც იოლი ფულის გამო დებენ, ანუ ხდება მათი რეკრუტირება, ასე და აი როგორც ჩვეულებრივი აი სუფთა ის რომ აი წარმოიდგინოთ ახლა ექიმი ხართ, იცნობთ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებს, აი რომელიც მოდის თქვენთან გთავაზობ წამალს იმის გამო მე რატკაც ბონუს და ასე შემდეგ. აი ზუსტად ესეთივე პრინციპი აქვს. თვითონ დილერის ტიპა, ანუ მე ძალიან საინტერესო ფილმი იყო თქვენსაც უყურე რადიო თავისუფლების რა და ვინც გიყურებს მინდა რომ ნახოს ყველამ რა, იმიტომ რომ თავისი საუნდტრეკებიც ძალიან გაიედო, კადრებიც, თქვენი და მოგეთ იდეალური ფილმი იყო რა და მან რა მაინტერესებს, მან ძალიან ლაპარაკობს სხვა შორის მაგ თემას მინდო ლაპარაკი, მაგრამ იმ ფილმში იმდენად დამოწურულია რომ თავიდან მაგაზე აღარ მინდა ნარკომამხმარებელი როგორ იცვლებოდა რა, ვინ იყო 90-იანი წლები, ვინ იყო უფრო მანამდე მორფინისტი, მე როგორ მე დღეს ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მომხმარებელი როგორია და ამ შემდეგ. თვითონ დილერებიც იცვლებიან, ანუ კი, რა თქმა უნდა. ანუ დილერის ტიპაჟი შეიცვალა. ეს დილერი არის ჩვეულებრივი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ფლობს IT ტექნოლოგიებს, რომელსაც ევალება გარკვეული ბოტები, ანუ თვითონ წამალს კი არ დებს, მაგრამ ანუ კონტროლს sales ქმნის რა. sales ქმნის, ანუ marketplace ქმნის, რომელსაც მე აკონტროლებს. ეს შეიძლება იყოს აი შეიძლება ნებისმიერ ახლა კაფეში რო შევიდე, ვიღაცა რომელიც ზის გახსნილი ნოუთბუქი არის ჩვეულებრივად ტიპი. და თქვენ დროს სხვა ჩემ დროს იყო ხელში რაღაცა დამარხული ნარკოტიკი. ანუ კრიმინალური სამყაროს თითქოს, ანუ კრიმინალური სამყაროს წევრი ასე არ არის. კრიმინალურმა სამყარომ გამოიყენა და შავმა ბაზარმა ყველა ის ახალი ტექნოლოგია, რომელიც არის ქვეყანაში, ანუ სოფლიოში, ანუ IT ტექნოლოგია, Telegram ბოტები, დახურული IP მისამართები, რომლის მოძებნაც არ შეიძლება, ანუ ის რაც არის კრიპტოვალუტაზე და იგივე არის დაუშვათ ნარკოტიკის გასაღებად. პლუს ამას თუ თქვენ ახლა დააკვირდებით და ახლა თქვენ რაში გაინტერესებთ, მაგრამ ანალიზს გაუწევთ ქიმიური ფაკულტეტის სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა 5-ჯერ. ანუ ვინც აბარებს ქიმიურ ფაკულტეტს. და თვლით რომ ერთ-ერთი ფაქტორი ეგ შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს არის ის, რომ ტექნოლოგიურად იყენებენ ჭკვიან ადამიანებს, რომელმაც კარგად იციან ქიმია, იმიტომ რომ ეს შეიძლება ჩვეულებრივ სამზარეულოში გაკეთდეს, ისეთი იოლი ფორმულა არის ამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების და პლუს ამას ემატება ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იცვლება ფორმულა. ანუ რადიკალი იცვლება და ის დაუშვათ დღეს რო არის ნივთიერება რაღაც GW რაღაცა, ხვალ არის GW125, რომელიც იქ რადიკალი შეცვლილია, გამოუცნობი ნივთიერება და ამისთვის სჭირდებათ ინტელექტი. ამ ადამიანს შეუძლებელია თქვენთვისაც, ხო? ანუ პროფესიონალისთვის, რა? იმიტომ რომ ჩვენ არ ვიცით რა. ვერ მიედევნებთ ფიზიკურად, ხო? შეგვიძლია ჩვენ ახლა ვადევნებთ თვალს საქართველოში, რა თქმა უნდა, ამის ფუფუნება არ გვაქვს. ევროპაში არსებობს ესეთი ადრეული შეტყობინების სისტემა, რომელიც ეს გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი ანუ ადამიანი, ვისაც შეხება აქვს ესეთ ტიპის ნივთიერებასთან, ნარკოლოგ, ფსიქიატრს emergency რეანიმაციას სასწრაფოს ხო თუ ხდება რაღაცა უცნობი ნივთიერება ის ტვირთავს არეპორტებს რომ ესეთ ტიპის ნივთიერებაა სანამ მოხდება მისი იდენტიფიცირება და ამიტომ ყველას აქვს ინფორმაცია ანუ თუ შენ შეგვხვდა და შემოვიდა კომა ისეთი რომ შენ არ იცი რა არის და ნახულობ რომ აი ბოლო პერიოდში და უშუალოდ რამოდენიმე ესეთ შემთხვევა 5-10 ორი შემთხვევა უკვე პატერნებს ხენი და შესაბამისად პატერნების მიხედვით ხდება რაც არის ძალიან დიდი ფუფუნება ყველასთვის იმიტომ რომ ამ სიტუაციაში როცა შეიქმნა ამდენი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება ძალიან რთულია რაიმის იმიტომ რომ ну ჩვენ ვიცით გარკვეული ფუძეები რომელიც არსებობს ხო ანუ ფუძეზე და მაგრამ ნებისმიერი რადიკალის შეცვლა ტოქსიურობას ამ ნარკოგენობას და ტოქსიურობას ამ ნივთიერების ცვლის და
მათი ასე ვთქვათ ეფექტი ორგანიზმზე გამოუცნობია, ანუ კაცმა არ იცის რა ეფექტს მივიღებთ. ანუ კი ვიცით რომ არის კატიონინები, არის ჰალუცინოგენები, არის დაუშვათ დეპრესანტები, რაღაცა, მაგრამ არ ვიცით რა გვაქვს ამ წუთას, ხო? ანუ იმიტომ რომ ყოველ ახალ ჯერზე, მაგალითად აი ფენტანილის შემდგომი თაობა გაჩნდა უკვე ასე ვთქვათ სინთეტური ოპიატების, რომელიც 10-ჯერ კიდევ უფრო ძლიერია ვიდრე ფენტანილი, ანუ და შესაბამისად ანუ ეს მე მინდა ვთქვა რომ შავი ბაზარი იყენებს მაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს და ანუ იმისთვის რომ შექმნას პროდუქტი, რომელიც მე უნდა გაყიდოს. და ყიდის ისევე როგორც ყიდის ნებისმიერი სხვა პროდუქტი, როგორც ყიდით ქვაბს რო ყიდიან და იმას, ესევე ყიდიან იყენებენ ყველა ამ ახალ ტექნოლოგიებს, ინტერნეტს, ტელეგრამს და პლუს ამასთან იყენებენ იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც გამოიყენება ფარმაცევტულ ბიზნესში და ნებისმიერ მარკეტინგულ, ასე ვთქვათ. პირისპირ მარკეტინგიდან დაწყებული სეილური ყველაფერი და პლუს ამის გამო ანუ ეს ძალიან გავრცელებადი. რა მაინტერესებს იცით ახლა რომ ვისმენ თქვენ საუბარს ხო? ანუ უფრო ისეთი ცოტა შემაშინებელი პერსპექტივაა რომ თითქოს ახლა ვფიქრობდი რომ ისმენდით რომ რავი ამას სად უნდა დაეწიოს ვერ დღეს ფიზიკურად სამწუხაროდ მაშინ აი რა უნდა იყოს ტაქტიკა და რა არის ტაქტიკა ზიანის შემცირება არის ანუ ჩვენ ვერასოდეს ვერ დავეწევით შავ ბაზარს იმიტომ რომ შავ ბაზარი ყოველი ასე ვთქვათ ახალი გამოგონებით ბევრ ახალ სიცოცხლეს იწირავს და ძალიან ბევრი ანუ ჩვენ მე ჩდება გარკვეული ასე ვთქვათ ტაქტიკა ამ თუ იმ სუბსტანციასთან ბრძოლის, ხო? მაგრამ არსებობს ერთი მთავარი ასე ვთქვათ მიმართულება მსოფლიოში, რომელიც ბევრი წელია უკვე დადგინდა რომ წავაგეთ ნარკოტიკებთან და ეს ყველა ამას აღიარებს, ანუ მე ვამბობ ცივილიზებულ ქვეყნებს არა ჩვენს, რომ ვამბობთ რომ ხა ყველას მოვარჩენთ და ნარკოტიკი აქ არ იქნება. ხო, ნუ მოვარჩენთ, ჩავკეტავთ, იმას ვიზამთ, დავიჭერთ და აუნკუნალეთ. არა შევეხოთ მე მაგ. ხო, ანუ ეს ნარატივი, რომელიც არ მუშაობს, მაგალითად ვიეტნამში, ჩინეთში დღეს სხვა შორის მაინტერესებდა ჩრდილოეთ კორეაში თუ არით ხო აი ვიღაცა მოიწერა რომ მალე ჩრდილოეთ კორეა გავხდეთ ჩრდილოეთ კორეაშიც კი არის ნარკოტიკი ჩრდილოეთ კორეა მართლა არ წარმოადგენს ალბათ ელიტებისთვის არა ელიტებისთვის არის ნუ ნარკოტიკი იმიტომ რომ ანუ იქ არის მეტამფეტამინი საკმაოდ გავრცელებული და არის ესე ვთქვათ რაღაცა მომენტში დაშვებული იმიტომ რომ ხო, ანუ რაღაცა დოზით დაშვა, ანუ საჩუქრის პონჩი, აი ესე კანაბისი დაშვებული რაღაცა და ხო, მე რაღაცა სულ მეგონა რომ არ იყო ნარკოტიკი და არა, ფილიპინებზე მიუხედავთ იმისა, რომ საშინელება ხდებოდა და ხრიტავდნენ, მაინც ძალიან ბევრი ნარკოტიკია, მიუხედავად ყველაფრისა. ანუ ქვეყნები, რომლებიც ყველაზე რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას იყენებენ, იქ ყოველთვის ყველაზე მეტი ნარკოტიკი ტრიალებს. ხო, კიდევ უფრო იზრდება, იმიტომ რომ შავი ბაზარი ამ დროს უფრო და ცივილიზაცია სხვა გზას გვთავაზობს, ხო? რა თქმა უნდა, ცივილიზაცია და hard reduction-ი მე რა. ცივილიზაცია გვეუბნება, მივიღოთ მოცემულობა, ვთქვათ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკს, არსებობენ და ეს ადამიანები კი არ ვდევნოთ და კი არ დავიჭიროთ პირიქით მოვეხმაროთ და შევამციროთ ზიანი რომ ეს ადამიანი არ მოკვდეს, არ დაინფიცირდეს, არ ჩაიდინოს კრიმინალი, არ იყოს სამიზნე შავი ბაზრის და მაქსიმალურად ვეცადოთ რომ მოვახდინოთ ამ ადამიანის რესოციალიზაცია და სოციალიზაცია საზოგადოებაში. ეს არის დღეს ძირითადი მიმართულება. და ამას რა იარაღებით აკეთებს ცივილიზაცია? ძალიან ბევრი მე მინდა შევადარო ჩვენს იმას რა. ძალიან ბევრი იარაღია დაწყებული აუთრიჩით, ანუ ქუჩაში მუშაობით, ადამიანებთან რომლებიც ქუჩაში წვანან და იკეთებენ ნარკოტიკს. ნუ ჩვენთან ჯერ არ არის, მაგრამ მალე იქნება, იმიტომ რომ აი ხა მოვდიოდი რუსთაველზე და უკვე დავინახე რამოდენიმე ადამიანი
რომელიც ახლა ბევრი შეიძლება არა, მაგრამ დავინახე, რომელიც ხვალ ქუჩაში წამალს გაიკეთებს. სადაც ნემსები გამოჩნდა უკვე ქუჩაში. ხო, ანუ ეს მე დავინახე უკვე რამოდენიმე, აი ჩვენ ახლა გავიარეთ, თქვენ არ შეამჩნიეთ. არ შეგიმჩნევიათ, მაგრამ მე შევამჩნიე, ანუ ახლა იჯდა 4 ბიჭი, რომელიც ელოდებოდა წამალს. კი, ანუ შეხედეთ ამ ნარკოტიკმა შეაღწია ყველა სფეროში, აბსოლუტურად დაწყებული ელიტიდან დამთავრებული ყველაზე დაბალი ფენით, სოციალურად დაბალი ფენით. ყველაზე მოწყვლადი ვინ აღმოჩნდა? ყველა მოწყვლადი. არ არის ჩვენ ქვეყანაში ყველა მოწყვლადი, აი იმიტომ რომ ტრავმა ჩვენ არა ვართ მე ნარკოტიკს უყურებ როგორც მე სულ მაგას ვამბობ რომ რაღაცა მიზეზია სხვა რაც იწვევს მოხმარება ან ალკოგოლის ან ნებისმიერი სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერების საზოგადოებაში არის იმ გამოწვევებზე პასუხი რაც ქვეყანაში ხდება ანუ ზოგ ქვეყანაში დანიაში სადაც მართლა ბედნიერების ყველაზე მაღალი ინდექსია ნუ ადამიანები იკეთებენ იმიტომ რომ უკვე არაფერი რო აღარ აქვს საკეთებელი რა ყველაზე მაღალი ციფრი აქვს სუიციდი დანიაში და იაპონიაში მიუხედავად იმისა რომ სოციალური პრობლემები ნაკლებად აქვთ მაგრამ იქ სხვა მენტალური პრობლემები ჩდება ხო ანუ ის ვეღარ ეგუება რაღაც სისტემას იმ რაღაცა სოციუმს და იმაშვება მზე არ არის პროსტა და ცუთხასიაძე ხა მაგ მზე არ არის ყველა მაშაყირებს ყველგან მაგას ვამბობ მაგრამ ნუ ესე არის ანუ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორია როცა ხა მე ვიყავი ნორვეგიაში თითქმის 20 დღე და ნუ აი თუ არ გავგიჟდებოდი არ მეგონა რომ მეგონა გავგიჟდებოდი ისეთი საშინელება იყო ძალიან რთული ჩვენთვის მით უმეტეს ხო და როგორც კი მზე გამოვა ეს ხალხი უცებ ბედნიერები ხდება მაგრამ ჩვენთან უფრო მაგ ფილოსოფიურ ექსტენსიალურ მიზეზებს გარდა არის სოციალური მიზეზები ჩვენ გვაქვს უმზემესი სოციალური მიზეზები ანუ ის რომ ჩვენი სახელმწიფო ვერასოდეს ვერ ჩამოყალიბდა ანუ სულ არის ეს რაღაცა გარდამავალი პერიოდი, როცა ადამიანები ვერ ერკვევიან რა იმაში ცხოვრობენ, გრადაციაში. განვითარების რაღაც ეტაპზე ჩავრჩით რა. ხო, ანუ ჩვენ ჩავრჩით 90-იან წლებში, როცა მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, გავხდით დამოუკიდებელი, მაგრამ აი всё და დავრჩით ტიტულები. ან გავხადეს ყველაფერი და ვეძებთ არს რა. და ვეძებთ იმას, რომ აი ჩვენი ქვეყნისთვის განვითარების რა გზა არის ყველაზე კარგი. ამიტომ ჩვენი დარგი ძალიან არის ახლოს იმ პოლიტიკურ პროცესებთან, რაც ქვეყანაში ხდება. ნებისმიერი პოლიტიკური სიტუაცია, ნებისმიერი პოლიტიკური სიტუაციის არევა იწვევს არევას შავი ბაზრის და უფრო მეტი მოდინება ხდება შავ ბაზარზე ამ სუბსტანციების, იმიტომ რომ ადამიანები უბრალოდ გამოსავალს ვერ ეწევენ, იმიტომ რომ პრაქტიკულად მთელი საზოგადოება არის ტრავმირებული. ტრავმა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზეზი ნარკოტიზაციის და ალკოგოლიზაციის. მასე, აი, ძველი რო გაიხსენეთ, აი 91 და 2003. მაგეთ სიტუაციები იყო რაღაცა შეიცვალა და რაღაცა ტრავმა დაიწყო ეგ ბაზარს ტრავმა ბავშვობაში მე რომ არ მეგონა არასოდეს რომ 2090-იან წლებში დაბადებული ბავშვები ის რაც მათ უყურეს მაშინ თავის მამები როგორ ცხოვრობდნენ რომ ისინი აუცილებლად ანუ არ გახდებოდნენ არასოდეს მომხმარებლები ეხლა მე ყავს უკვე ეს ბავშვები არიან პაციენტები ხო იმიტომ რომ ესენი ამათმა უმძიმესი ტრავმა გადაიტანეს ბავშვობაში ვერ გადაამუშავეს არა გადამუშავება არა ეს ჩაჯდა ეს ტრავმა ანუ აქ არის კომპლექსები აქ არის ის რომ ის არ არის ჩამოყალიბებული პიროვნება მას აქ ძალიან დიდი ასე ვთქვათ აი ამოგლეჯილი რაღაცეები მისი პიროვნული თვისებებიდან რომელსაც ნარკოტიკი ძალიან ადვილად ავსებს რა და ძალიან ადვილად ეს ხდება ესეთი ძალიან ლამაზი ილუზორული სფერო რომელშიც ის ცხოვრობს გარკვეული პერიოდი სანამ დაავადება თავისას ასე არ დაამძიმებს იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებას აქვს დოფამინური დისბალანსი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი საზოგადოების, იმიტომ რომ დოფამინური დისბალანსი და იწვევს იმას, რომ ჩვენ არ განვიცდით ბედნიერებას და ჩვენთვის ბედნიერების მიღწევა ხდება და დოფამინის და სეროტონინის და ესეთი ჰორმონების გამომუშავება
ხდება მხოლოდ გარედან შემოტანილი. ეგ არ არის დალინკული ჩემი დაკვირვებით სოციალურ წრესთან. ეგ დოფამინები მე ვგძნობ აი ყველგან. სწორედ ჩემს თავზეც მიგძვნია ეგ. როგორც ამ სოციალური შვილისთვის რა და სხვისთვისაც რა, იმიტომ რომ ეს მართლა ძალიან სახასიათოა ამ პოსტსაბჭოთა ალბათ რაღაცა მოცემულობა რა. ალბათ სხვა იმეებშიც მასე იქნება. საქართველოსთვის ეს ძალიან დამახასიათებელია, რატო? იმიტომ რომ საქართველო იყო ყოველთვის გამორჩეული საბჭოთა კავშირში. ხა და იყო ბედნიერი ყოველთვის, იმიტომ რომ ქონდა ღვინოც ეკვა ან ქართველებს რაღაცნაირად ყურადღების ცენტრში ვიყავით. ყოველთვის ვიყავით, ყოველთვის მაგრები ვართ, რაღაცა ბევრი კარგი სპორტსმენი ყავს, მომღერალი ყავს, მოცეკვავი ყავს, ანუ რაღაცა კარგი ექიმები ყავდა, ძალიან გამორჩეული რაღაცები და ეს ბალანსი რაღაცა ეს დოფამინური საბჭოთა კავშირში რაღაცა დონეზე იყო დაცული. იმიტომ რომ ადამიანები იყვნენ გარკვეული, ასე თქვა, დაპროგრამებული, ის იცოდა რომ მიიღებდა ხელფას, ანუ არ ქონდა ხვალინდელი დღის შიში. ის ყოველთვის იმან იცოდა რომ პროფესია ექნებოდა, სამსახური ექნებოდა, მისი შვილები იქნებოდნენ წელიწადში ერთხელ წავიდოდა დასასვენებლად რაღაცა კურორტზე და ასე შემდეგ. გაწერილი, მაგრამ გარანტირებული ბედნიერების ფორმულა, რომელიც ამ დოფამინის ბალანსს რაღაცნაირად ავსებდა. თუმცა იყვნენ რა თქმა უნდა ადამიანების დიდი ნაწილი, რომელსაც ეს არ მოსწონდა და ეს იმიტომაც ხო, ანუ თვითონ სოციალურმა სიტუაციამ მოიტანა ის, რომ ეს ბალანსი დაირღვა და ჩვენ აღარ მოგწონდა. მე ვარ ამ დისბალანსის ერთ-ერთი შვილი, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მე მომიწია ზუსტად აი მე მაგთაობაში 99-ში დავამთავრე უნივერსიტეტი, ახალი ექიმი ვიყავი, მოვხდი ინტერნატურაში და დაიწყო უბედურებების დაიწყო იმ ფილმს, რომ მე თვითონ უყურე იმ რადიო თავისუფლებაზე, ვიფიქრე რა ცოდვა ვარ. არ მართლა მაგეთი ისეა რა, მეც მაგეთი ისეა და სულ შეგძლება თქვენზე არა ზოგადად რომ აი რაც, ამიტომ ეს მე ყველაფერი გავიარე. ანუ ეს ყველა გზა გავიარე და ამიტომ როგორ შეიძლება მე იქ მქონოდა დოფამინური ბალანსი, ხო? აი როგორ შეიძლება, ხო? ანუ ბიოლოგიაზე რო ვილაპარაკოთ და არა დავუშვათ ფსიქოლოგიაზე და ჩემ დავუშვათ სოციალურ ადაპტაციაზე და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ ვერასოდეს ვერ ვაღწევთ ამ დოფამინურ ბალანსს, ამიტომ ყოველთვის ყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი ნარკოტიკის და ალკოგოლის. შესაბამისად, იმიტომ რომ ჩვენ გარედან გვჭირდება გარკვეული, ასე ვთქვათ, დამბალანსებელი. ალკოგოლი თუ გონია თქვენ ნაკლები პრობლემა ვიდრე სუბსტანცია, ძალიან ყველა ცდება, იმიტომ რომ ალკოგოლი დღეს საქართველოში არის ნომერ პირველი პრობლემა, იმიტომ რომ ის ავტოავარიები, ის ძალადობა, ის ოჯახური ძალადობა, სექსუალური ძალადობა და ასე შემდეგ, ყველაფერი მოდის ალკოგოლიდან, ნაკლებად ნარკოტიკიდან და უფრო 90% წილი აი ამ ასე ვთქვათ ძალადობის და ავტოსაგზაო შემთხვევებს მოდის ალკოგოლზე, რომელზეც არავინ არასოდეს არ ლაპარაკობს, იმიტომ რომ ის ტრადიციული ღვინის დალევა და ღვინის კულტურაც დავკარგავთ ნელ-ნელა, იმიტომ რომ ნებისმიერი ქართული სუფრა არის ფსიქოთერაპიული ჯგუფური სეანსის ასე ვთქვათ სუბსტანცია ურთიერთობა ზომიერი ასე ვთქვათ საკვების ანუ რატო არის რომ ჯერ ეს შემოდის სუფრაზე მერე ეს ამიტომ ხო ეს იყო აწყობილი ყველაფერს ჰქონდა თავისი ლოგიკა ეს მოიტანა წლებმა ამასაც ვანგრევთ იმიტომ რომ ეს აღარა ну ფაქტურად დაინგრა, თუმცა ну რაღაცა კიდევ ვცდილობთ რომ შევინარჩუნო. ამიტომ ვამბობ რომ პრობლემა საზოგადოებაში არის. ამდენი მომხმარებლის არსებობა, ამდენი ადამიანი რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს არის საზოგადოების ფსიქოლოგიური მდგომარეობის პრობლემა, იმიტომ რომ ყველას ფაქტიურად 99% საქართველოში აქვს დოფამინური დისბალანსი. და ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ ბალანსს, იმიტომ რომ გარედან ჩვენთვის ემოციის მიღება უკვე ანუ ბუნებრივი ემოციების მიღება ძალიან რთული ხდება, იმიტომ რომ
სულ ნეგატივზე ვარ და ამის დაწყობილი. გამოსწორება ხა ლოგიკურად ერთ-ერთი აი ისეთი რა საფუძვლიანი გამოსწორების გზა იქნება რაღაცა გარემოს მეტი განვითარება მარტო მეტი სოციალური კეთილდღეობის სახელმწიფო შექმნა რომ ძალიან შორს ვარ. ეხლა ჩვენი სახელმწიფო ეხლა უყურეთ ძალიან მეც მასე უყურებდი რა ნარკოტიკის მომხმარე ნარკომომხმარებელი უყურებ როგორც შედეგს რომელსაც იწვევს რაღაცა მიზეზები. მაგრამ ეს შედეგი ეხლა თავად ხდება რაღაცეების მიზეზი რა ბევრი ცუდი რაღაცის რა რა თქმა უნდა. ეხლა მინდა რაზე გავამახვილოთ იცი ყურადღება ცოტა დღევანდელობამდე მოვედით რომ ეს გავიგეთ რომ ეს ამითაა გამოწვეული. ეხლა ამ უხეში ინტერვენციით ამ სფეროში რა სულ იხაში ინტერვენციისგან სულ გქონდა სახელმწიფო სულ აქ ამ რეგიონმა დღეს ჩემი რაღაცა ცოტა დილეტანტური არა ნარკოლოგიური გადამსახედიდან ძალიან ბევრი რამე შეიძლება გაფუჭდეს რა და ძალიან ბევრი რამე შეიძლება გაფუჭდეს შეუქცევადად და საერთოდ ვერ ახსენი მაგალითად ლოგიკა რაღაცების აი რატომ მოინდომა სახელმწიფომ ეხლა მაგალითად აი რატო კერძო მიმწოდებელი საბჭოთა ნარატივია ხო აი რას ვის რას ეუბნება რუსული ნარატივია ეს ერთადერთი ქვეყანაა რომელიც ესე ფიქრობს რომ ზიანი შემცირება და ჩანაცვლებით თერაპია შპრიცების გაცვლა და ასე შემდეგ ეს არის ლეგალური ნარკომანია ანუ ესე ვთქვათ სახელმწიფო ახალისებს ამას და ესე ფიქრობს ეხლა ჩვენი ეგრეთ წოდებული მთავრობა და ეს არის ზუსტად აი ამ ნარატივის ასე ვთქვათ განხორციელება საფხედველობრივისა ანუ ეს იყო ლიბერალური რაღაცა ეგ და მოდი ახლა ლიბერალური არა პრაგმატული მოდით ახლა მე ჩარეცხილი ვარ ლიბერალური ნარკოპოლიტიკის და ზოგადად ნარკოლოგიის მომხრე ვარ ანუ ესე მომიხსენიებენ და ვარ ცუდი მათთვის და შესაბამისად მე ჩემი ასე ვთქვათ გამოთქმული აზრები მათთვის აბსოლუტურად უინტერესოა მათ ჭირდებათ მორჩილი ექიმები რომლებიც შეასრულებენ 2000 ლარად ახლა ნახეთ თქვენ კონკურსი გამოაცხადეს სამარცხვინოა უბრალოდ ანაზღაურებაზე კი არ არის ლაპარაკი. შეიძლება ანაზღაურება 500 ლარი იყოს, მაგრამ პატივს გცემდეს შენ სახელმწიფო. როლია სამართლად. როლი კონდეს, მაგრამ ამ შემთხვევაში ამ ექიმებს როლი არ აქვს არანაირი, იმიტომ რომ ეს არის მორჩილი, რომელსაც არანაირი თავისი აზრის გამოხატვა არ შეუძლია. პაციენტთან პრაქტიკულად ვერ იურთიერთ. ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ? არა ავტორიტეტი ხო? თქვენ არა აქვს ავტორიტეტი და როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ რომ ერთმა ექიმამ მოემსახუროს 10-დან 3 საათამდე 400 კაცს. აი, რას მე წარმოგიდგენიათ? წარმოგიდგენიათ? 10-დან 400. ვერ წარმოგიდგენიათ. ხო? ანუ ერთ ცენტრში ხელს ვერ ჩამოართმევა. არა, გამარჯვებასაც ვერ ეტყვი. და წარმოიდგინეთ ექთანი, რომელიც აქ მუშაობს. ანუ რა ფუნქცია მართლა მაგეთი სიგიჟეზე? კი, აი ამ სიგიჟეზეა ლაპარაკი. რა დავალება? 10-დან 4 საათამდე გაიცემა პრეპარატი, ჩამანაცვლებელი პრეპარატი და უნდა მოემსახურო, მაგალითად ქუთაისში ამ წუთას არის 1800 პაციენტი, არის 2 ექიმი და 4 ექთანი. აი და 1800 აი წარმოიდგინეთ, ექიმს აქვს 2500 ლარი ხელფასი ან 2000 ლარი мотиваციაც და ყოველ დღე მუშაობს. ანუ არ არსებობს დასვენების დღე ჩანაცვლებით თერაპიაში. არ არსებობს ახალი წელია. არა, ეს ჩვენ ქვეყანაშია თორე ხა ცივილ ქვეყანებში ატანენ მედიკამენტს გარკვეულ რაოდენობა ადამიანს. ანუ ეს არის ანუ წარმოიდგინეთ რა მე ამ სფეროში ანუ მუშაობ 2006 წლიდან დღემდე ეს არის რამდენი წელი ხო? მე არ ვიცი რა არის ახალი წელი, რა არის აღდგომა, რა არის დასვენება რა არის უბრალოდ და ჩემთვის ეხა შეიძლება სახში ვარ მაგრამ სულ პროცესში ვარ სულ პროცესში შეიძლება სახში ვარ ფიზიკურად მაგრამ სულ პროცესში ვარ იმიტომ რომ პროცესი არ ჩერდება ვა და წარმოიდგინეთ ეხა ასეთი პირობებში პლუს ანონსებს სავალდებულო მკურნალობას. მაგაზე მინდა ორი სიტყვა მითხრა. მე ვერ გავიგე სავალდებულო ფსიქიატრია ძველი იმიდან ვიცი, მაგრამ ეს არის ვერ სავალდებულო. ეს არის იძულებითი. შეხედეთ სავალდებულო ფსიქიატრიაზე იმას. აი, კი, სადამსჯელო ფსიქიატრია არის სხვა რამე კიდე. ეგ გულისხმენ, ანუ რაღაცა მაგის მოიტანა. ანუ იძულებითი და სავალდებულო მკურნალობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. იძულებითი მკურნალობა არის, როცა ადამიანი აბსოლუტურად ვერ აღიქვამს რას აკეთებს, შეუძლია მიაყენოს ზიანი სხვას და საკუთარ თავს. ამ შემთხვევაში
სასამართლო ანუ სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას რომ ჩაუტარდეს იძულებითი მკურნალობა. სავალდებულო მკურნალობა არის მაშინ, როცა ადამიანი ჩადის დანაშაულს, ანუ მოიხმარს. ამ შემთხვევაში მოხმარებაზე ლაპარაკია. მოხმარება დანაშაულად ითვლება კრიმინალიზირებული. ანუ მოიხმარს, მაგრამ ნუ რაღაცა დანაშაულიც კიდე ჩაიქნა. ან მოიპარა, ან რაღაცა ქონდა რაოდენობა ნარკოტიკის და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში სახელმწიფო მას უსჯის როგორც სასჯელს სავალდებულო მკურნალობას. ანუ ეს არ არის ექიმის დანიშნულება. ოღონდ ამას მოსამართლე უსჯის, ექიმების დგება სპეციალური კომისია 3 ექიმისგან, რომელიც თulis რომ ეს კაცი უნდა ჩავკეტოთ. ოღონდ ეხლა წარმოიდგინეთ ჩაკეტილი რესპუბლიკურ სამწყობო იცით? კი. მეოთხედი ფლიგელი, ანუ რაღაცა 22 პალატიანი რესპუბლიკურის განყოფილებაში უნდა 22 კაცი 2 წელი ამყოფო. მართლა. წარმოგიდგენიათ? რანაირად. ანუ კაც და 22 კაცი რომელსაც არ უნდა. 2 წელით? ხო, ნუ 3 თვე მინიმუმ. 3 თვის მერე გადაიხედება. და მკურნალობის არსიან რა დეტოქსი რა ხდება? არ ვიცით. გაწერილი პროტოკოლი არ არის. 3 წელი რა უნდა, 2 წელი რა უნდა უკეთონ, არ ვიცი. ხო, 2 წელი მართლა. ხო, ნუ არ ვიცი, ახლა პროტოკოლი გაწერილი ვითხოვ პროტოკოლი. მანახე რას უპირებთ ამ კაცს, რა ჯდება? რა აქვს ეგ პროტოკოლი? არა. რას მოვაპარაკოთ? მართლა ანუ ხვალ შეიძლება ვიღად ხვალ პირობითად რა ხო მიიღეს ეგ ისა რა ანუ ხო ამოქმედება შემოდგომიდან ამოქმედებულია კაცო ექიმები არაწვენენ არა ვერც ერთი მოსამართლემ ვერ მიუსაჯაჯე ჯერ არ იყენებენ მაგ იმას გვაქვს მაგრამ ჯერ არავის გამოუყენებია ვერ გამოიყენეს დღეს არსებობს უკვე 2 თვეა განყოფილება სახელმწიფო იხდის ამაში ფულს მორიგეობენ ექიმები დარაჯებად, ცარიელ ლოგინებს დარაჯობენ ექიმი და 2 ექთანი, ჯერ მარტო 1 ექიმი და 2 ექთანი წარმოიდგინეთ 22 ადამიანში, რომელიც ახლა თუ გქონიათ შეხება ნარკოტიკის მომხმარებელთან. ხო, ანუ 22 ადამიანი, რომელსაც არ უნდა და რომელიც ჩაკეტეს. აბა წარმოიდგინეთ ახლა რომელსაც ეწყება აბსტინენცია მალე რომელიც აბსტინენცია აქვს რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს და ახლა წარმოიდგინეთ 2 ექთანი მოტივაცია 40 და 70 ლარი ექიმი და 180 ლარი მე მგონი ექიმს ხელფასი ანუ მორიგეობაში არა წარმოუდგენელი ამბავი და ხო და მაგრამ მაინტერესებს ექიმზე მინდა გითხოთ ანუ მაგას დათანხმდა ხო რაღაცა აიძულეს რას ქვია გაგიშვებ ვაფშე გაგიშვებ. არა, გამიშვებ. არა, ნუ დაუშვებ სამას ეს არის ადამიანი, მაგიტომ ვამბობ, რომ ესენი ეს ადამიანები არ ამორჩილებაში. მიხვდით, ამ ალტერნატივა აღარ აქვს. ადრე რატო დაკეტეს კერძო პროგრამები? იმიტომ რომ სახელმწიფო ექიმს რო აქვს 2000 და კერძო პროგრამაში ქონდა 5000 აი ეს თავისი ექიმი არ დაჩაგრულიყო და ეთქვა, ამიტომ ეს ვეღარ წავა კერძოში. აღარ არის. დამთავრდა კინო. და მიხვდით? მიხვდით? ანუ შენ დღეს სახელმწიფო გაიძულე. იმის ნაცვლად რომ სახელმწიფო იყოს რომ ხარჯი მოიშორო და პირიქით დელეგირება გააკეთოს კერძოზე. როგორ დაცვის? იგებს და ვერ აკეთებს რა. ამ სახელმწიფო როგორ მოიშორებს ამას? ბერკეტს დაკარგავს. აი რა ცუდია. ეს არის ბერკეტია, თორე ადამიანს კი არ უყურებ. იმ ექიმიც ბერკეტია. ექიმიც ბერკეტია, მისი ოჯახის წევრიც ბერკეტია. მაგრამ ექიმების გამწყდება რა გული რა. მომხმარებელს კი აი პაციენტს კიდევ ნაკლები ფუფუნება აქვს რა. თქვენ წარმოიდგინეთ ეს ექიმი რომელიც მუშაობს მორჩილებაში, როგორ შეასრულებს თავის ფუნქციას. შანსი არა. გამორიცხულია. უხერხემლო რაღაცა ვერ გამორიცხულია. გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს რა. ტექნიკურად ასრულებენ. აი ტექნიკურად უბრალოდ უნდა დაწეროს, რომ ამ მოვიდა პაციენტი მიიღო, ან მიიღო ეს რაოდენობა მეტადონი და წავიდა. ეს არის მისი ფუნქცია. ან ვინ ელაპარაკება
ან ვინ საერთოდ იცის თავის პაციენტი ვინ არის სახეზე ნუ შეიძლება ხა 10 წელი რო იყოს პროსტო სახეზე ყავს დამახსოვრებული სახელი იცის ვინ არის რა პრობლემა აქვს როგორ არის და ამ დროს ჩანაცვლებით თერაპია არის სულ სხვა რამე თავისი არსით ასეთივე მკურნალობა შეხედეთ ერთ-ერთი სერვისი არაფერი განსაკუთრებული ჩანაცვლებით თერაპიაში არ არის ეს არის ჩვეულებრივი სერვისი როგორც თქვენ გაქვთ სერვისი გასტროენტეროლოგიაში ქრონიკული პათოლოგიების დროს როცა უნიშნავთ გარკვეულ პრეპარატებს რომელიც ადამიანმა დაუშვათ იგივე კოლიტების და იმის დროს რო უნიშნავთ პრეპარატს ინსულინი რევმატოიდული არტრიტი ნებისმიერი ქრონიკული დაავადების დროს როცა გიპერტონია ასთმა ჩვეულებრივი ქრონიკული დაავადება როცა ჰომეოსტაზი არის დარღვეული ჩვეულებრივად მისი აღდგენა ვეღარ მოხდება თუ იგივე ნივთიერება არ მოხდა ორგანიზმში. ეს არის ჩანაცვლებით თერაპია. თუმცა ჩანაცვლებით თერაპია ჩვეულებრივი სერვისი არაფერი განსაკუთრებული ჩანაცვლებით თერაპიაში არ არის. ისეთივე ამბულატორიული სერვისია, როგორიც არის, ნუ რა ვიცი, დიაბეტის ანუ როგორც არის დიაბეტისთვის ინსულინის სახელმწიფო რასაფი ხო, აბსოლუტურად არ განსხვავდება. უბრალოდ აქ არის ერთი სხვაობა, რომ არის ნარკოტიკი. ზოგ შემთხვევაში აი ბუპრენორფინი ან ბუპრენორფინ ნალოქსონთან საერთოდ არ არის ნარკოტიკი, ფსიქოაქტიური ნივთიერება. მესამე სიაშია მსოფლიოში. ნარკოტიკათაც არ ითვლება ბუპრენორფინ ნალოქსონთან ერთად, იმიტომ რომ ნაკლები არ აგზე დოზირება, ნაკლებია, ნაკლები მოლენებია, ნაკლებად ტოქსიურია და ასე შემდეგ. მეტადონი ბემძიმია და ჭირდება უფრო მეტი კონტროლი ექიმის მხრიდან და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თუმცა არის არჩევის პრეპარატიც ამ შემთხვევაში, თუმცა მსოფლიო უკვე ნელ-ნელა გადის ამ იმიდან, მაგრამ არიან ადამიანები, რომელსაც ძიმე ფორმა აქვს დამოკიდებულების და იმდენ დარღვეულია ჰომეოსტაზი. პლუს ეს აძლევს საშუალებას ჩანაცვლებით თერაპია პლუს ამას უმატებს დამყოლიებას სხვა დაავადებების მკურნალობის, იმიტომ რომ დამოკიდებულება თავისთავად იწვევს სხვა ტიპის დაავადებებს, ხო, ცეგეპატიტს, აიფ ინფექციას, გულის პათოლოგიას, მილიონ რაღაცას. აპრობირებული პრაქტიკა იყო უცებ ჩაგერთვებით, რომ ცეჰეპატიტის სამეცნიერო კომიტეტის წევრი ვიყავი და ერთ-ერთი ძალიან გვინდოდა რომ ეს გავუკეთებინა და ძალიან ფართოდ ყოფილიყო ეგ ამბავი რომ თვითონ ჩანაცვლებით თერაპიის ცენტრებში ბარემიცო ცეჰეპატიტის მკურნალობა თავიდან როცა რთული იყო კი ბატონო, მაგრამ მე ძალიან პრიმიტიული და მარტივი გახდა და თვითონ რომ ჩანაცვლებით თერაპიის ცენტრი წესით პაციენტის დობა უნდა ქონოდა და ბარემ ვიდრე ჩემი თქვენი უფრო უნდა ქონოდა პაციენტი. ბარემი ეცა ეს საპილოტო ის იყო რა უფრო ფართო ის კი, მაგრამ ვერც გააფართო ეს, იმიტომ რომ ვერასოდეს ვერ აღიარეს რომ ცეგეპატიტის მქონე 80% იყო ინტრავენური ნარკოტიკის მომხმარებელი. ესიც ვერ თქვა ვერავინ. ან პირდაპირ და ხმამაღლა ესიც ვერ თქვა დღეს ჩვენმა სახელმწიფომ ყოველთვის გაურბის ამ თემას და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი ცეგეპატიტის იყო დამყოლიება მკურნალობის, იმიტომ რომ პაციენტი რომელიც იყო ჩანაცვლებით თერაპიაში, ნაკლებ გართულებები ჰქონდა ცეგეპატიტის, ვიდრე ის, ვინც ქუჩის ნარკოტიკს მოიხმარდა. და შესაბამისად სტაბილური პაციენტი, რომელიც არის დავარცხნილი, კარგი, არ აწუხებს სხვა პრობლემები, იმას რა თქმა უნდა, ბევრად იოლია მისი, როგორც ანტირეტროვირუსული თერაპია, ასევე თქვენი თერაპია და ნებისმიერი სხვა თერაპია, იმიტომ რომ მას სხვა პრობლემა აღარ აქვს. და კიდევ ერთი ბენეფიტი ქუჩას მოწყდა ეს ხალხი. ქუჩას მოწყდა, კრიმინალის მოხდა, შავ ბაზარი ვეღარ ამ ტიპს აღარ აწვდის. ეხლა რომ ყავს 61 ინიექციური ნარკოტიკის მომხმარებელი და აქედან 15000 ჩართულია ჩანაცვლებაში, სერვისში ექიმთან მიდის სამედიცინო დაწესებულებაში იღებს სამედიცინო პრეპარატს და დაცული მე ვარ დაცული რომ ეს ტიპი უკვე აქ ინფექცია და აღარ გაავრცელებს, იმიტომ რომ ამათ 80% C აქვს და ის დავის შპრიც აღარ დააგდებს გარე, ის აღარ წავა ბარიგასთან და არ იყიდის და არც ტელეგრამზე და ეს ტიპი დაცული მყავს მე 15, ანუ მჩება 30, რომელიც ისე პრობლემური მყავს და ამას კიდე, იმიტომ რომ დეტოქსი არის მხოლოდ 5-7%. აი რაღაცა, დეტოქსი არაფერი არ არის, იმიტომ რომ აქ
ხალხს გამომართ დეტოქსი იგულისხმება, აი ნარკოლოგიურში დაწვა 2 კვირა გამოუშვა, ეგ იგულისხმება. ხო, დეტოქსი არის აბსტინენციაზე ორიენტირებული. აბსტინენციაზე, ანუ სიფხიზლეზე ორიენტირებული, რომელიც მზად არის. აქედან სოფლიო სტატისტიკით დეტოქსის პლუს ხანგრძლივი რეაბილიტაციის, ერთწლიანი რეაბილიტაციის შედეგი გვაქვს 5-დან 7%-მდე. გამოჯამრთელების. დანარჩენი არის ხანმოკლე, თვე, წელი, 2 წელი, 3 წელი, 4 წელი კვლავ უბრუნდება, როგორც ნებისმიერი ქრონიკი, ხო? ახლა ჰიპერტონიკი ბევრად უფრო ხშირად არღვევს და დიაბეტიკი და რეციდივი უფრო ხშირია, ვიდრე ნარკოტიკის მომხმარებლებში. ხო, დამყოლობა მანდ მაღალი. ხო, ანუ უფრო მეტი აქვს რემისიის ხანგრძლივობა, ვიდრე დიაბეტიკს, იმიტომ რომ დიაბეტიკი სულ არღვევს. მე ვარ დიაბეტიკი და ზუსტად ვიცი რას ვაკეთებ და როგორ ვარღვევ ამას ყველაფერს, ხო? და ნარკოტიკის მომხმარებელი დამოკიდებული ტიპი როცა არის ჩანაცვლები თერაპიაში, ნაკლებად ამაშვება, ანუ სერვისია ჩვეულებრივ. ამას უყურებენ რაღაცა, ნარკოტიკს ურიგებენ და შესვეს თელი საქართველოს ნარკოტიკზე და ბავშვები დადიან პროგრამაში, იმდენი მითია ამასთან დაკავშირებით, რომ მეტადონში კი რა, მეტადონში კი, ხო, სტიგმა რა, ცალკე ტიპია რა, მეტადონში კი გახადეს, რომელიც, მაგრამ ეს ჩვენი ბრალიც არის, რომ ეს სტიგმა შეიქმნა. გავაფუჭეთ ეს ყველაფერი. დავიწყეთ ძალიან კარგად. იყო კარგი ცენტრები, იყო ძალიან კარგი მომსახურება, იყო ძალიან მეტადონის ნებისმიერ მე დავიწყე სახელმწიფო პროგრამა საქართველოში, მე დავიწყე ჩანაცვლებით თერაპია სახელმწიფო. და გლობალური ფონდის 2006 წელზე მე ვიყავი პირველი, ვინც ერთ-ერთი პირველი, ვინც პირველმა დაალევინა მეტადონი საქართველოში და სუბუქსონი ამერიკელებთან ერთად კვლევა ჩავატარეს 3 წლიანი ნაიდასთან ერთად და დავამტკიცეთ, რომ სუბუტექსი კარგი, ანუ სუბუქსონი არის კარგი პრეპარატი. ანუ პირველი სუბუქსონი მე დავალევია საქართველოში ადამიანს. ანუ თელი მსოფლიო მივიდა იმ აზრამდე, რომ ჩანაცვლება არის ასეთივე მკურნალობის მეთოდი, როგორიც არის დეტოქსი, როგორიც არის რეაბილიტაცია. ოღონდ ეხლა თქვენ ხო არჩევთ თქვენ პაციენტში ვის რა ჭირდება, ხო? ანუ ვიღაცას ჭირდება დეტოქსი, ვიღაცას ჭირდება ჩანაცვლება. როცა შეხედავ, რომ ეს ადამიანი არის 10 წლის მომხმარებელი, უმძიმესი დაავადებებით, რომ ის ფსიქოლოგიურად სიფხიზლისთვის მზად არ არის. რატო უნდა ვაწვალო ეს ადამიანი, ხო? აი რატო უნდა ვატარო ამ ადამიანზე ექსპერიმენტი, ხო? ანუ მე ამ ადამიანს დავაწვევ, შევიყო ამ პროგრამაში. ის აღარ მოიხმარს ინიექციურად, კრიმინალს არ ჩადის, დაიწყებს თავის დაავადებების მკურნალობას. მან ესე ყარი კაფიო ზღვრები არ არა გაიდლაინები რაღაცები ხო იქნება. არა, როგორ არ არის პროტოკოლია, ჩვეულებრივი. ჩვენ გვაქვს მე ეროვნული პროტოკოლი. თუ ასე არა, არის ვოზის პროტოკოლი გადათარგმნილი ქართულ ენაზე და არის ეროვნული პროტოკოლებიც მეტადონის და სუბუქსონის პროგრამის. ვის დაუნიშნო, როგორ ვმართო, როგორ მოხდეს ინდუქცია, რამდენი უნდა იყოს დოზა, სადამდე უნდა ავიდე, როგორ მივცე და ასე როგორ ინდუქციური და შემანარჩუნებელი თერაპია მან ცალკე ისაა, ცალკე შემანარჩუნებელი, ანუ შეხედეთ რამოდენიმე ეტაპი არის ჩანს, ანუ როგორც ერთ-ერთი მეთოდი არის ის, რომ არის ხანმოკლე დეტოქსით შეგიძლია ჩაატარო, სუბუქსონით ან მეტადონით, ანუ ერთთვიანი. არის ხანმოკლე შემანარჩუნებელი თერაპია, მომზადება დეტოქსისთვის, ანუ ეს არის 3 თვე 1-დან 3 თვემდე და მე არის უკვე ხანგრძლივი ან long term, ანუ მთელი ცხოვრება. ანუ უკვე ისეთი, რომ ადამიანი უკვე შეიძლება დილიდან ანუ იყოს უკვე მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ იქ სხვა ასე ვთქვათ, შანსი, რომ მან დავუშვათ იცხოვროს ნარკოტიკის გარეშე აღარ არსებობს. და ეგ რაც როგორც მე ვეღარ ვიცხოვრებ ახლა ჰიპერტონ, ანუ დიაბიმის გარეშე, წამლის გარეშე და მოვკვდები, იმიტომ რომ ან გიპერით მოვკვდები, ან გიპოთი, ესევე მოვკვდება ის. მაგაზე თქვა საშინელება კობახიძემ რა, რომ ინარჩუნებენ ძალით და ჩვენ ანუ რიტორიკა ასეთი იყო რა, რომ ესენი ძალით ყავთ რაღაც პროგრამაში
დოზას არ უკლებენ და დაჟე მე მინისტრმა თქვა რომ აი გადმოვიდნენ და მაღალი დოზა რო იყო ჩვენთან ნაკლები იყო თურმე ანუ ესენი ითხოვდნენ მომხმარებლები დოზის კლებას ძალით არ უკლებდნენ და აღარ იმას გნავა გაჩვენებთ რამდენი მაქვს მესიჯი პირად შეტყობინებაში როგორ ძალით ადამიანებს აიძულებენ რომ იყვნენ ცუდად ოღონდ დაბალი დოზა დალიან და მიზე რა არის ანუ რატო ეს რო თქვან რომ ეს Советский Союз ეს რო და здравствует Советский Союз რუსულად უკაცრავად რუსულისთვის ეს არის მაგრამ ეს ხალხო გაზის მე ქუჩა გაიზდება რა ეს არის ერთადერთი ქვეყანა სოფლიოში რომელიც არ აღიარებს ჩანაცვლებით თერაპიაზე მე რო დღეს ვილაპარაკობდი მე რო ჩავდიოდი რუსეთში იყო რაღაც კონფერენციები ნუ მიუხედავად იმისა რომ ვიწყებდი ლაპარაკს მეუბნებოდნენ რომ ეხლა დაგიჭერენ იმიტომ რომ ეს ჩვენთან პროპაგანდად ითვლება და всё გავიგე კრიმინალიზებულია არა მარტო ჩანაცვლებით თერაპია არამედ ხსენებაც კი ჩანაცვლებით თერაპიის არის კრიმინალიზირებული ერთ-ერთი ანუ ქუჩა ალტერნატივა ხო ნუ ის რაც ეხლა სავალდებულო მკურნალობა ეკლესიური რაღაცები православная церковь და ესე შემდეგ იკვეთება კონტაქტი რა? და იგივე ხდება აქ. გუშინ მირეკავს, ნუ არ თქვა არ შეიძლება, აღმოჩნდა ერთ-ერთი ჩემი პაციენტი ერთ-ერთ ასე ვთქვათ, სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც მისი კონსულტანტი არის რუსი. აჰა. რუსეთიდან. ანუ უკვე რუსიას მთლიანად დაპირ რუსი. არ რუსია, რუსულად ნუ რუსი ქალბატონი, რომელიც ამას მე მიხსნი და რომელიც მუშაობს იქ როგორც კონსულტანტი. იმიტომ რომ მათ ეს მე ხა რამე ცუც კი არ ვამბობ ამ ქალბატონზე და რუსი რატომ მუშაობს იქ, ნუ რელოკანტი ალბათ რომელიც აქ ჩამოვიდა. ძირითადი მიმართულება მათი რუსეთში და ასე ვთქვათ, მე ცუც კი არ ვამბობ ხა, ანუ არის ეს რეაბილიტაცია. რეაბილიტაცია, იმიტომ რომ სხვა მათ ალტერნატივა არ აქვს, ამიტომ ესენი ცდილობენ ამ რეაბილიტაციაში მიაღწიონ საკმაოდ ისეთ შედეგებს, რა თქმა უნდა, შედეგი დაბალი აქვს, მაგრამ ნუ ეს სფერო განავითარეს, ანუ რეაბილიტაცია, ბალიზე ვიყავი და იქ მოვისმინეს მათ შორის ტელევიზორში კობახიძის გამოსვლა. კატასტროფა იყო. ამას რო ამბობდა ხო და რო დამკეტა, ნუ წავედ დასასვენებლად. იქ წავედ დასასვენებლად კი არა, ზუსტად ამ სარეაბილიტაციო ცენტრების სანახავად. იქ არის ბალიზე? ბალიზე არის ძალიან პოპულარული, იმიტომ რომ იქ არის მედიტაცია, იოგა ეს სარეაბილიტაციო და ძალიან ბევრი რუსი ჩადის ამ სარეაბილიტაციო ძალიან ანუ მე მგონი იმდენი ინდონეზიელი არ არის რამდენიც რუსია მე მგონი და ეს არის იქ სარეაბილიტაციო ცენტრები იმიტომ რომ იქ ეს ანუ ასე ვთქვათ ფულის საკეთებელი მანქანა ასე ვთქვათ გამოსავალი რა არის ახლა ნუ დიდხანს არიან იქ შედეგი აქვს ახლა ნუ როგორც გითხარით ეს არის 5-დან 7%-მდე იქ არის რა თქმა უნდა ბევრი გაგიგიათ ალბათ რამ სარეაბილიტაციო ცენტრში ახლა მათი რუსეთის ერთ-ერთი ცნობილი მომღერალი მოკვდა ზედოზირებით ხო ნუ ახლა მე ვიცი იმიტომ რომ ახლა ესა და ანუ ზოგან ეს რეაბილიტაცია ჩემთვის ეს შეხედეთ მე ვარ ნამყოფი ყველანაირი ტიპის სარეაბილიტაციო ცენტრში შტაინერისტებთან სადაც აქ თავიანთი ასე ვთქვათ წესები იქ რაღაც ძროხებს წველიან სოფლის მეურნეობა იქ ყვავილებს ულიან და ასე შემდეგ ვარ ნამყოფი იტალიაში კომუნები სადაც არის აი ძალიან ისეთი დახურული კომუნები აზახეთში ვარ ნამყოფი სადაც ეს არის ყველა სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობს თავისი რაღაც გარკვეული პრინციპით სარეაბილიტაციო ცენტრს აქვს ძალიან დიდი ასე ვთქვათ ძალა იმიტომ რომ იქ არიან ადამიანები რომლებიც მე და თქვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ ჩემი აი მე და თქვენ ახლა რომ მომხმარებლები ვიყოთ და ერთმანეთს ველაპარაკოთ ხო თქვენ 100%-ს გაიგებთ
მე რო ექიმი ვარ და თქვენ მომხმარებელი, ხო? ის ჩემგან იღებს 50%, 50 არ იღებს, იმიტომ რომ თulis რომ მე არ გამივლია და კითხვა ყოველთვის არის თქვენ ხო არ გაგიჩხერიათ და თქვენ ხო ეს არიცით. იმას მეტი ის აქვს რა. ხო, იმას ბევრად უფრო მეტი ავტორიტეტი აქვს, ბევრი ნდობა აქვს, მაგრამ კონსულტანტი რო ხდები შენ უნდა იყოს სიფხიზლეში საკმაოდ დიდხანს, ხო, თავისთავად. მომხმარებელი ვერ იქნება. ხო, არა, ამიტომ როცა ხარ კონსულტანტი, დიდი ხანი უნდა იყო, ასე ვთქვათ, სიფხიზლეში. 5 წელი, 6 წელი და ასე შემდეგ. ანუ ეს სიფხიზლეს უნდა ინარჩუნებდე. და იდეოლოგიაა ეს საკმაოდ ისეთი. მაგრამ არის ძვირი და ეგ არ არის ალტერნატივა შემავსებელია. არა, ეს არის სერვისია. ერთ-ერთი ნაწილია სერვისის. ეს არ არის ალტერნატივა. იმიტომ რომ სარეაბილიტაციო ცენტრში ვერ მოხდება აქტიური მომხმარებელი. მან უნდა მაგის ადგილი არ არის. ანუ ის უნდა იყოს სუფთა. ანუ 12 ჯგუფის შეკრებებზე, 12 ნაბიჯის ჯგუფის შეკრებებზე ლაპარაკის უფლება აქვს ადამიანს, რომელიც არის სიფხიზლეში და არ აქვს ლაპარაკის უფლება, შეუძლია დაესწროს ადამიანს, რომელიც არის არაფხიზელი, მაგრამ ვერ ილაპარაკებს, მას არ აქვს უფლება. ანუ ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი. ანუ იმისთვის რომ ეს ადამიანი მოხდეს რეაბილიტაციაში, მან უნდა გაიაროს გარკვეული ეტაპები. ანუ ექიმის და სამედიცინო დახმარების გარეშე რეაბილიტაცია არ მუშაობს. ყობახიძე ამასაც არა. ანუ ეს ხო არ არის ამათი. ანუ ამასაც კი არ ამბობენ, რომ აი ამაზე გავაკეთოთ აქცენტი. ესე რა სხვა გამოსაბჭყალებში რა. ესენი დახურავენ პროგრამებს. ალბათ თუ ესე დარჩენ აუცილებლად დახურავენ, ალბათ 1 წლის, მაქსიმუმ 9 წლის ამბავია. არავის არ ვაშინებ, მაგრამ თვითონ ტენდენცია, რასაც ამბობ მე შენ მოგარჩენ. მაგას ნიშნავს რა. ეს ნიშნავს ამას, რომ შენ მე ნარკოტიკს არ მოგცემ. და სახელმწიფო შენ ლეგალურად ნარკოტიკს არ მოგცემს რა, მეც არ არის მკურნალობა. და ნუ ჩემი ნებისმიერი პოსტის ქვეშ, ანუ ჰეიტი და ტროლი და ბოტი, ზუსტად ეს არის, რომ უნდა დაიხუროს პროგრამა. ხო, საზოგადოებას ამზადებენ იმისთვის, რომ პროგრამამ დაღუპა ყველა. გამოიყვანეს თავიანთი, ასე ვთქვათ, სპიკერები, TikTok-ზე ხო ყავთ ბევრი თავიანთი, ასე ვთქვათ, სპიკერი, სადაც ნუ იყვებიან, რომ იქ 18 წლის ბავშვები დადიან და იქ რაღაცა პირით გამოაქვთ და გამომხმარებელი და ჩარჩა იმ იმაში. გამოაქვთ. კი, მაგრამ ეს არ ნიშნავს ეს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ის სხვა რაღაცა 15000 კაცს გამოაქვთ რა. და ეს არ ნიშნავს. გამოაქვს კონტროლი ხო სხვანაირად შეიძლება. შეხედეთ, რომ გამოაქვს, ესიც არის იმიტომ, რომ გარკვეული ეს სერვისი მისთვის არ არის კარგი. ანუ ჭირდება სხვა, იმიტომ რომ იმას გამოაქვს, იმიტომ რომ ინიექციურად მოიხმაროს. ხო. ან გაყიდოს. ან გაყიდოს. ხო. ან მისთვის არ არის კარგი, ან სხვა ის 45000 ადამიანია დარჩენილი, ვისაც იქ არ უნდა ჩართვა და ვისთვისაც გამოაქვს რა. აი, და რატო გამოაქვს? ხო. ამასაც ქვია მეორადი ზიანის შემცირება. ანუ ეს კი მართლა ეგეც გადის ზიანის ანუ ეს შეgaდის ზიანის შემცირებაში რომ იმას რომ გამოაქვს და აძლევს ტიპს ან ურიგებს ან ფულს არ ართმევს ექიმი არ არის მაგრამ ექიმი არ არის მაგრამ ის ფენტანილს მაინც არ ართმევს რა ჰეროინს არ გაიჩხეს და არ მოგდება ანუ ამას ეს ითვლება მეორე ანუ მაგაზე იდეაში ცოტა რაღაცა დიდი ბრძოლა შეხედეთ არა შეხედეთ ეს არის რამოდენიმე არის დაბალი ზღვარი პროგრამის, როცა ამას არ აქცევენ ყურადღებას და იძახიან რომ გაიტანოს, პრობლემა არ არის. და იმიტომ რომ აი ის ქუჩაში ტიპი რო არის და არ შემოდის პროგრამაში, ის მაინც კონდეს და იქ არ წავიდეს და ჰეროინი არ გაიკეთოს. ან სხვა შორის ბევრი სადაც ჩანაცვლება საქართველოში არ იყო, ძალიან ბევრი ქართველი ჩადიოდა ესე პარიზში ან სადღაც და ყიდულობდა პროგრამის სუბუქცოს. გამოდანილს. მართლა მაგეც. ხო, ანუ ექიმი რო უწერდა იმას რაღაცას, ის ხა ყიდდა რაღაცა და ის ყიდულობდა ჰეროინს, იმიტომ რომ იმას არ მოსწონდა პროგრამის, იმიტომ რომ ამას არა кайფი.
მიხდით, ანუ აქ ბევრი წახნაგი არსებობს, ხო, ხდებით და ესიც მეორაძიანი გამოაქვსაც არ არის ტრაგედია მას ერთი შეხედვით რა. გაჩნია როგორ უყურებს ამას ქვეყანა, ანუ რამდენი მომხმარებელი ყავს, ხო? ხო, ანუ რა არის შენთვის უფრო პრიორიტეტული, ამან გამოიტანოს და იმას მისცეს თუ შენ ეს დაიჭირო და ამდენ მომხმარებელი ყავს ვაჭერს. ძველი მონაცემით, ანუ 3 წლის წინანდელი კვლევით ეს არის 61 პრობლემური ნარკოტიკის მომხმარებელი. 61. და როგორ ვითვლით მას მარტივად? არა, მან რამოდენიმე მეთოდია და ერთ-ერთი მეთოდი არის ეხლა რაც გამოიყენეს, სადაც სიზუსტე უფრო მაღალია. ხო, ნუ ეხლა ძალიან რთულია ამ სტიგმატიზირებულ ქვეყანაში, ამიტომ ზუსტად დადგენა და არის მეთოდი ეხლა, როცა უფრო მეტი სიზუსტით ანუ ეს ციფრი არის ძალიან ასე ვთქვათ. ასეთ კვლევა ჩაგვიტარებია, ახალი მეთოდოლოგიით საქართველოში რამდენისა და მაგითია 6000. ანუ გლობალ ფონდი ატარებდა ესეთ კვლევებს და ახალ ქვეყანა არასოდეს არ ატარებს. თავისთავად რა. არასოდეს სახელმწიფო დასავლეთის როლი ჩვენს იმაში რა, მედიცინაში რა, ანუ ყველა ეგ მეორე ხარ, ყველა კვლევა რომელიც ჩატარდა ჩვენ სფეროში არის დაფინანსებული დასავლური და ევროპული ფულით, რომელიც არ იქნება და არავინ არ დააფინანსებს. გლობალური ფონდი გლობალურმა ფონდმა დაიწყო ჩანაცვლებით თერაპია საქართველოში, იმიტომ რომ ჩვენი მენტალობა იმ პერიოდში 2005 წელს ისეთივე იყო, როგორიც ის. იმიტომ რომ HIV ინფექციას ეკურევა. ანუ ერთ-ერთი პირობა იყო, თუ შენ ჩანაცვლებას არ დაიწყებ, იმ 14 მილიონს მე არ მოგცემ. ერთ-ერთი და მაგ კონტექსტში მაგ კონტექსტში თქვა, რომ თუ შენ ამას არ დაიწყებ, მე ამას არ დავიწყებ. შენ ქვეყანაში, ამიტომ იძულებული გახდა და ამაზე იყო ომი, კაცო, პარლამენტში ხოცავდნენ ერთმანეთს. რომელი წელია? 2005. 3-4 აი ახალი მოსულია მიშა და ნუ მაშინ სანდრა ხდება გლობალური ფონდი, სანდრა არის ჰოლანდიელი, უფრო ასე ვთქვათ, გათვიცნობიერებული ესეთ რაღაცებში და სანდრას შემოყავს გლობალური ფონდი, ანუ და ძალიან დიდი როლი ითამაშა მაშინ სანდრამ ამ საკითხთან დაკავშირებით და პროგრამაც დაიწყო მაშინ აქედან, ჩანაცვლებით თერაპია, 100 კაცი იყო სულ, მეტი არა. როცა ქვეყანაში იყო კატასტროფული რაოდენობა, მოლოდინის რიგი იყო. მაშინ ხო ძალიან კრიმინალიზებული იყო რაღაც. ყოველთვის კრიმინალიზებულია საქართველოში მოხმარება, არასოდეს არ ყოფილა ლიბერალური და აი რო ამბობენ რომ ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ისე მეცინება, კობახიძე რო ამბობს რომ ლიბერალური იყო და არ გაამართლა, მაგიტომ შეცვალეს. ამიტომ შეცვალეო, აი როგორ მეცინება, იმიტომ რომ აი არასოდეს ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა ლიბერალიზმისგან, ნუ თუ არ ჩავთვლით მარიხუანას, ისიც საკონსტიტუციო მქნა და არანაირად სახელმწიფო მარქნა, იმიტომ რომ მაშინ სამი სარჩელი იყო, რომელიც საკონსტიტუციომ შეცვალა. ამიტომ ნუ დაიბრალებს რომელიმე სახელმწიფო მოხელე ან პოლიტიკური ლიდერი, რომ მე შევცვალე, საკონსტიტუციომ შეცვალა. და ესენი იძულებულები იყვნენ, უბრალოდ ეს შეეცვალათ, იმიტომ რომ მაშინ პოლიტიკური სიტუაცია ერთმანეთს მოკლედ, ეს კიდე ცალკე ისტორია. შეხედეთ და დეკლარირებულად ვთქვას, რომ მოდი ლიბერალური ნარკოპოლიტიკა არ იყოს რაღაცა ისა რა, ეგ პარადიგმა საერთოდ ლიბერალური რაზია ლაპარაკი, რა ლიბერალური არ გადამრიოთ. უბრალოდ ერთადერთი იყო ის, რომ რასაც არ შვებოდე დე ფაქტო ანუ დე იურე იყო და დე ფაქტო არ აკეთებდნენ, რომ აღარ დაყავდეთ ხალხი მოსაცმელად. და ეს იყო ერთადერთი ანუ ცვლილება, რომ ესე მასიურად როგორც ეხლა. არა სერიოზული ცვლილება იყო ეგ რა. ეგ ამ კონტექსტში სერიოზული. კანონში ეს ეწერა. და ეგ აღადგინეს ეხა. აღადგინეს ეხა თქვენ გონიათ რამე შეცვალე. ეწერას ის აღსრულება აღადგინეს თორე. აღსრულება აღადგინეს და უბრალოდ გაამკაცრეს, თორე ეს ყველაფერი ეწერა. არაფერი არ შეცვლილა, ანუ კანონში უბრალოდ რამოდენიმე მუხლი ცოტა უფრო დაამძიმეს. თუ იყო 12 წელი, გახადეს 14. და პირიქით რა. მიხდით, ან პირიქით კი არ მოხდა დეპენალიზაცია, პირიქით მოახდინეს, ანუ კრიმინალიზაცია მოახდინეს კიდე უარესად. თუ იყო 500 ლარი, გახადეს 3000 ლარი და ასე შემდეგ, ანუ ეს ყველაფერი
ყველაფერი ეწერა. სავალდებულო მკურნალობაც ეწერა კანონში. საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული იყო, მაგრამ ვერ აღასრულეს, ვერ გააკეთეს და ეხლა ბატონი ჩვენი მინისტრი წარმატებული რეფორმით ამას აუცილებლად გააკეთებს, იმიტომ რომ დაიწეროს ქულები. რატო არის ამდენი ქარდი? ხო. ჯანდაცვის სამინისტროს საიტი, აი ეხლა ზუსტად არ ყოფილა არასდროს. არასოდეს, ანუ და თან ეს ინფოგრაფიკი და წარმოიდგინე რამდენი ფულს ხარჯავენ ამაში. ხო, ანუ პროპაგანდა ჩვეულებრივი რომ ადამიანებს დააჯერონ რომ ეს რეფორმაა, ოღონდ ამის უკან რა მოხდა, მარტო როცა დაიკეტა ჩანსვლებით თერაპია კერძო, გადავიდა 1200 კაცი, მერე დაამატეს დრო ერთი კვირა მიხვდნენ რომ კატასტროფაში იყვნენ. 3500 იყო, 1200 კაცი გადავიდა. აქედან ამ 1200-დან კიდე ვიღაცები არ ჩართეს. ვიღაცები მივიდნენ ადგილზე და ნახეს რომ აბოდიში არ ჩართეს გრამე კრიტერიუმებია. ყველა არის ინციდენტური და არარეგულარული მოხმარება. ანუ ჩვენი პაციენტების ზოგი, მაგალითად, რომელიც ცხოვრობდა ზუგდიდში, დადიოდა სენაკში. ან დაუშვათ ოზურგეთე ფოთელი დადიოდა გურიაში ან ბათუმში, ხო? ანუ პრეპარატის მოქმედება არის 48 საათი. ზოგჯერ 72, ანუ იმის და მიხედვით. შესაბამისად არ არის აუცილებელი რომ პაციენტმა ყოველდღე დალიოს პრეპარატი. შეუძლია 2 დღეში ერთხელ დალიოს. ანუ ამას ქვია ინდივიდუალური რეჟიმი, როცა პაციენტი 2 დღეში ერთხელ იღებს. ანუ ეს ინდივიდუალურ რეჟიმზე გადაგყავს, როცა შენ ხედავ რომ მიეცი პაციენტს გაუშვი ერთი დღე გააცინა, მეორე დღე გაუკეთე ანალიზი, სხვა არაფერი არ დაიმატა, ხო? ანუ მარტო შენ პრეპარატზეა, შენ შეგიძლია ესეთ რეჟიმში ყავდეს პრეპარატი. ამას მათმა დაარქვეს ინციდენტური მოხმარება. ეპიზოდური, ასე ვთქვათ, ანუ ექიმი არასწორად, ანუ მართლა ესენ გამოხშირეს. მე მიხვდნენ რომ ეს ანუ ზედმეტი ხალხი იყო, რა თქვა, ეგ ხალხი იყო ტყუილად გაჩერებული. ტყუილაო, ეს ექიმები ტყუილა აჩერებდნო, ფულს აკეთებდნო. ამიტომ იქ ეგ არ უწოდე, ეხლა ძალიან ეგ პოპულაციაა. კი, ეს პოპულაცია რომელიც გამოხშირეს. მე მიხვდნენ რომ ვერ გამოხშირეს, იმიტომ რომ უკვე რაოდენობრივად 700 კაცზე ჩამოდიოდნენ და დაამატეს ეს ხალხი და ოღონდ უთხრეს რომ ყოველ დღე უნდა იარო, იმიტომ რომ 2 დღეში ერთხელ იღებდა და ჩართეს. ანუ ხა ყოველ დღე უნდა იარო. შეხედეთ ის მათთან რომ იმას იძახის რომ მაღალ დოზას იღებდა. ის იმიტომ იღებდა მაღალ დოზას, ანუ მაგალითად, იმიტომ რომ მისი ორგანიზმისთვის ის 20-48 საათი არ ქონოდა პრობლემა, ხო? ანუ სამედიცინო თვალსაზრისით. შესაბამისად, ეს ამას ეძახოდა, ამას დაუძახეს, ამას აყვა ექიმები, წარმოიდგინეთ. ექიმები თუ ექიმები? ნუ ექიმები, რომელიც ყველა დროს არიან. ხვალ რო ეტყვიან, ეხა შენ ეხლა უნდა დაწერო განაჩენი ამის დახვრეტაზე მოაწერს ხელს რა. ლოიალისტები ხა ექიმებს არა, ლოიალისტებიც არ არიან, ესენი არიან. ამას ლოიალისტები არ ქვია რა, ეს არის ადამიანები, მასა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ გადაწყვეტილ არანაირი პროტესტის გზნობა არ უჩნდებათ. 2-3 ექიმია სულ, რომელსაც უჩნდება პროტესტის გზნობა ამასთან დაკავშირებით რა. აი როგორ შეიძლება არ გაგიჩნდეს პროტესტის გზნობა, როცა მუშაობ დაწესებულებაში, რომელსაც არ აქვს წყალი, არ აქვს ტუალეტი და აუცილებელია ტუალეტი რომ ანალიზი გაუკეთო პაციენტს და დარბი ხარ ვედროებით წარმოიდგინე წყლის მოსატანად ხელფასი გააქვს 1500 ლარი ემსახურები 1800 პაციენტს აი როგორ შეიძლება პროტესტი არ გაგიჩნდეს აი რა უნდა გამაჩეროს ესეც სამსახურში გამაგებიეთ რა აბა და ეს მინისტრი მოდის და ხელს გიქნევს კიდე მარაზმინო საშინელება აი წარმოიდგინეთ და 2-3 ექიმია რომელიც აი ჩუმად მწერს Facebook რომ ყველა ჩემი აღვანილია ეს ექიმი ყველას მე ვასწავლე ჩანაცვლებით თერაპია რა არის წარმოიდგინეთ მე შევქმენი ეს ბაზა on იმის მერე არაფერი არ განვითარებულა იმიტომ რომ მე იქიდან გამომიშვეს იმიტომ რომ ადჯელ შეიცვალა დირექტორი ამ დაწესებულებაში მე სახელმწიფო დაწესებულებაში რა თქმა უნდა და მე იმდენი რამე ვიცი რომ დავჯდე და დავიწყო ლაპარაკი ძალიან ბევრი ადამიანი წავა ციხეში ძალიან ბევრი
გულისხმობთ სახელმწიფო მოხელეებს. სახელმწიფო მოხელეებს, რა თქმა უნდა. და ექიმებსაც. ვა. ხოდა და ეხა ხართ რაღაცა ამ რეფორმის მერე მე ვარ ჩარეცხილი ნარკოლოგი. თამაშგარე. არა, თამაშგარეთ ვარ, მათი თორე მე არ ვთვლი ჩემს ეგ არც მეგოლის. ანუ მათი იმიდან რა თქმა უნდა დეპრესიის მომენტი საკმაოდ სერიოზული, იმიტომ რომ წარმოიდგინე 10 წლიან ამბავს 10 წელი ანუ ეხლა შენი დაწყებული როა ეს ყველაფერი, ანუ სახელმწიფოც ჩემი დაწყებულია ხალხო ეს არ არის რომ მე დღეს ჩავერთი ამას ყველაფერში, მე შევქმენი ეს სერვისი ამ ქვეყანაში. მე და ჩემმა რამოდენიმე მეგობარმა, რომელიც დღე და ღამე აი დღეს ვინც ამას მოусმენს ჩემი კოლეგები, მიხვდეთ დღე და ღამე მანქანაში ცხოვრობდი. რომ ამ ყველაფერი აწყობილიყო და ყოფილიყო ნორმალური ევროპული დონის სერვისი. დღეს ეს დაამსგავსეს სანაგვე გახდა ჩანაცვლებით თერაპია და იქ ადამიანების ყველანაირი ღირსების შემლახველია, როგორც ექიმების, ასე პაციენტებისთვის. ღირსების შემლახველი. ამაზე ამბობენ ექიმებისგან განსხვავებით. კი, პაციენტებისაც ეშინიათ. ის პაციენტი, რომელიც ამბობდა, რომ აქ დავდივართ, დაიჭირეს ხულიგნობაზე. რა თქმა უნდა, ის ვიდეო რო იყო, დაიჭირეს ადმინისტრაციული წესით, დააჯარიმეს 5000 ლარით. აი ესე ხდება. ვა, ხო და მანდ პრობლემას რა უფრო შეუქცევად, კაი რაღაც ცვლილება შეიძლება რაღაც შეცვალო, ცუდად გამოგივიდეს, მაგრამ აი ისეთი რიტორიკით იცვლება, რომ მაგის აღდგენა მე ძართული იქნება რა, ძალიან. აქ არის ყველაზე ცუდი ის, რომ ყველაფერს აღადგენ. სერვისს აღადგენ. ტექნიკურად აღადგენ, აღადგენ, მაგრამ ნარატივი თუ არ შეიცვალა და თვითონ მიდგომა დარგის მიმართ არ შეიცვალა და ეს არ იქნა, ეს არის პოლიციური დარგი ახლა წარმოიდგინეთ, პოლიციურია. და ყველა ქმედება ისედაც ყოველთვის იყო, ოღონდ ეს ყოველთვის იყო ჩუმად, ამას ჩვენ ვერ ვხედავდით, თუმცა ყველაფერი თანხმდებოდა, რა თქმა უნდა და ეხლა საჯაროდ პოლიცია. ეს არის საჯაროდ პოლიციური გახდა ახლა. მიდის იქეთკენ რომ დაიხურება აუცილებლად და მოხდება ის რაც მოხდა ყირიმში, როცა რუსები შევიდნენ. რა მოხდა ყირიმში? აი რუსები როცა მოხდა ოკუპაცია, ერთ დღეს პირველივე დღეს ოკუპაციის დაიხურა ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამები. ვინც მოასწრო, გაასწრო, ვინც ვერ მოასწრო, ზედოზირებით მოკვდა და ეს მინდოდა მეთქვა რომ ჩვენი პროგრამები რომ დაიხურა ერთი კვირის მანძილზე რამოდენიმე ზედოზირება იყო და ლეტალური შემთხვევები, როცა ადამიანები სუბუქსონიდან გადავიდნენ კრისტალზე, მეტადონის, რაც ქუჩაში იყო. აი, დღევანდელი სუბუტექსის გამოჩენა ნიშნავს, რომ ის ადამიანები, ვინც არ გადავიდა სახელმწიფო პროგრამაში, ეგენი ეძებენ სუბუტექსს და შესაბამისად ეს გაჩნდა. ხო არ არის პარანოია, რომ ეს რახან ეხა რუსული ხელწერაც რახან არის და რუსეთის პოლიტიკას რახან ასეა, ხო? ანუ იდეაში რუსულ რაღაცა კლანურ მაფიოზური როცა მართლობა გაქვს, გირჩევნია რომ ქუჩაზე მოახდინო დელეგირება რაღაცებს, მაგალითად ამ თემებს რა. ანუ ეგ პარანოია საერთოდ არ არის, ხო? ეგ რო ვთქვა, რომ მოდი არ მინდა ეხა ისა რაღაცა ზურა სიხარულიძე პროფესორად, ქუჩას კონდეს რა, ეს ისა რა, ქუჩას და ამით უფრო გავაკონტროლებ რა. ვინც მოგდება, ცოტა სოციალური და კონტროლებდა ნარკოტიკს. ხო რა? ქურდი. ანუ აქ შეგნებულად მაგის გაკეთება აი, მაგრამ ამასაც ვერ ხვდები, ქურდებსაც იჭერენ. ძველ ბიჭებსაც უკვე იჭერენ, ამ თავის რა ქვია, ტიტუშკებსაც იჭერენ უკვე, ხვდები? შიგნით შეიძლება მიდის რაღაცა გადავარება, ვიღაცის გამოკვეთა, ვერ გავიგე რა პროცესია ახლა. მიხვდით, იმიტომ ეს ადამიანები ამათ ჭირდებოდათ. ხო. ეხლა აღარ ჭირდებათ. ვისი იმედი აქვთ? მე და თქვენი, ეხლა მე და თქვენ რომ მაგათ ხმას არ მივცემთ, ხო ხვდებით რა. ხმის მიცემა საერთოდ არ ინტერესებს. თუ ეს უბედურება ხდებოდა ამ ქვეყანაში, კაცო, მაშინ რატო არის კაი ხელისუფლება? რატო მოწონს კოდს ეს ყველაფერი? არ ვიცი. არ ვიცი ზართული კითხვა. და აი რატო უნდა მოგწონდეს ეს თუ ეს ყველაფერი ხდებოდა და მედლები რო დაკიდე და ღირსების ორდენები მიეცი ყოფილ მინისტრებს. ანუ ეს თუ ხდებოდა, ეს ხო ხალხი ხო ცხოვრობდა 1417 ნარკორეალიზატორი დაიჭირეს ორ თვეში. მე არ მახსოვს ეს რაოდენობა ნარკოტიკის ამოღებული 30 წელიწადია ვარ ამ ყველაფერში. არ მახსოვს. ნუ ახლა მე არ ვამბობ ხედრიონის დროს კილოობით
კილოობით რომ იმაშვებოდა. მე გეუბნებით როცა კონტროლირება როცა ეს სისტემა არსებობს, როგორ შეიძლება 1417 ნარკორეალიზატორი ყავდეს. არა, კატასტროფაა. და ამაზე ვითომც არაფერი ისე გაუღვიძა და მოი ამდენი ყოლია და აბა რამდენი წავიდა ციხეში? აბა, არ ვიცი. არ ვიცი. არ ვიცი. რამდენი გავიდა გარეთ? განისეთია. გადალაგება ხდება რაღაცეების, ოღონდ აი საითკენ ვალაგდებით ვერ გავიგე. და ხო, ანუ ვისი გავლენის ინტერესის გადალაგება. ანუ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახლა შეხედეთ. შეიძლება თქვენთვის როგორც გასტროენტეროლოგისთვის ეს არ იყოს იმდენად საინტერესო, მაგრამ ჩემთვის, ჩემი სფეროსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავისთავად. ანუ თუ მე არ ვიცი საით არის ეს ყველაფერი, სად რომ ძალიან რთულია ეს ყველაფერი. ასეა. არა, ძალიან რთულია რა. და ნელ-ნელა გავიდეთ ბოლოსკენ და ბოლოს მინდა მკითხოთ მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა ძალიან ისეთია რა, არ არის სასაცილო სიტუაცია რა, მაგას ჯერ კიდევ ვერ ხვდებით მაგის შედეგებს, მოვიმკეთ რეჟიმის ცვლილების მერეც რა. ეგ მასე არ იქნება, რა შეიცვალა და გავიგუძეთ სამოთხეში, მასე ვერ იქნება რა და სად ხედავთ უფრო მეტად, აი ცოტა რაღაცა გამოსავალს, აი რა შეიძლება მოხდეს სწრაფი მოქმედებით და ცოტა long term რაღაცეები რა. მე ძალიან ცუდად უყურებ ამას. საერთოდ პესიმისტურად. ძალიან პესიმისტურად, იმიტომ რომ დღეს ყველა პოლიტიკური პარტია, ოპოზიციური არის ცუდად განწყობილი ამასთან დაკავშირებით. ერთი აზრი აქვთ ყველას, არავის არ აქვს სწორი დამოკიდებულება. ამასთან დაკავშირებით არის რამოდენიმე, ასე ვთქვათ, სუბიექტი, რომელიც, ვერ ახდენენ გავლენას ძირითად მასაზე, ანუ პოლიტიკური სპექტრის და ის, რასაც თქვენ ამბობთ, კოალიციური მთავრობა თუ მოვიდა ამ ქვეყანაში, მე გადავწყვიტე პოლიტიკაში წასვლა და ძალიან მალე განვაცხადებ, ვისაც ერთად ვიქნები, მაგრამ აქაც ცოტა ასევე ცოტა მიჭირს რაღაცეები, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ მზად ყველა არ არის ამ რაღაცა ცვლილებისკენ, მაგრამ ჩემი მიზანი და ზოგადად, აი თქვენ კითხვაზე პასუხი არის ის, რომ ნებისმიერი სტრატეგია და ნებისმიერი ცვლილება საქართველოში უნდა მოხდეს ფართო კონსენსუსის ფონზე. იმიტომ რომ საზოგადოებაც არ არის მზად. თუ ჩვენ არ მივაღწევთ საზოგადოებაში კონსენსუსს, ანუ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ ვერასოდეს ვერ მივალთ ყარცვლილებებამდე, ანუ თუ ჩვენ მივაღწევთ როგორც პოლიტიკურ სპექტრში და ესტაბლიშმენტში ან და საზოგადოების დიდ ნაწილში ეკლესიაც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ დღეს ეკლესიას ძალიან დიდი გავლენა აქვს და ბევრი ცუდი რამე გააკეთა ეკლესიამ. უწინ, მაგრამ მაინც. კი, მაგრამ ბევრი ცუდი რამე გააკეთა ეკლესიამ, როცა შეიძლებოდა რომ ეკლესიას პირიქით უფრო კარგი როლი ეთამაშა გარკვეულ საკითხებში და ამიტომ ეს ასე ვთქვათ ძალა უფლებების გადანაწილების მერე ასე ვთქვათ თუ როცა რეჟიმი შეიცვლება იმედია ოდესღაც ან ამ რეჟიმისგან ნამდვილად არაფერს არ ველოდებით ცუდის. მაგაზე არც ვილაპარაკო. იმიტომ რომ გასაფუჭებელი უკვე გააფუჭეს და ფუჭდება უფრო მეტად, იმიტომ რომ დეკემბრამდე კიდევ უფრო უნდა გააფუჭონ რაღაცეები. და როცა შეიცვლება, თუ ან ყველა საკითხი უნდა იყოს განხილული ფართო კონსენსუსის ფონზე და ყველა უნდა დათანხმდეს, არა მარტო დაჟი, შეიძლება გარკვეული საკითხები პლებისციტის დონეზეც კი გავიდეს და საზოგადოებამ თქვას კი ან არა. ოღონდ იმისათვის რომ სანამ პლებისციტს მოვამ, აი თქვა სამეცნიერო ხوانა, რომელიც დღეს როგორც სამედიცინო სფეროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ასე იმისთვის რომ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოდინება შევაჩეროთ და მათი მოხმარება. იმიტომ რომ არ ამგონია რომ ესპანეთს ან ისრაელს ან გერმანიას ნაკლებად უყვარდეს თავისი მოსახლეობა და წამლავდეს მას რა. აქ არის ყოველი დაბიჯი გასათვალისწინებელი იმისთვის სასჯელო
ფართო საზოგადოებრივი დისკუსია. ეს არის მარტო პროფესიონალური. არა, პროფესიული თემი კიდე ერთი ძალიან სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ პროფესიული არამე ნარკოლოგებს და ფსიქიატრებს, ნარკოლოგებსაც დღეს ნარკოლოგი, რომელიც მუშაობს ჩანაცვლებით თერაპიაში, ისიც თანახმაა რომ დაიჭირონ მის პაციენტი. არიან ესეთები. რაზე უნდა ვილაპარაკო? არიან ესეთებიც თქო, გეუბნებით დამიჯერეთ, ახლა მე ვიცი ვინა. ეს არის ადამიანები, რომელსაც კლინიკაში არ უმუშავიათ, თავისი კარიერა დაიწყეს ექსპერტიზაში, სადაც იყვნენ დამსჯელები, ვიღაცები. იმიტომ რომ მაშინ არ იყო დეფიციტი იყო პროფესიაში, სერიოზული დეფიციტი იყო ნარკოლოგების და ეს ადამიანები გადმოვიყვანეთ ჩანაცვლებით თერაპიის პროგრამებში. ოღონდ ვცდილობდით მათი იდეოლოგიის შეცვლას, მაგრამ ვერ შეცვლი. თურმე აღმოჩნდა რომ ვერ შეცვლი, იმიტომ რომ ეს ადამიანები დღესაც ესე ფიქრობენ. რომ ისინი უნდა დაისაჯონ. ანუ ესეთი არის თითქმის 50%, ვინც დღეს ჩანაცვლებს, ვინც დღეს ნარკოლოგიაში მუშაობს, ეს დუმარე ლოიალური ადამიანები, რომელიც აი ვინც მუშაობდა კერძოში, ქონდა სწავლის წიგნი, განვითარება, პაციენტთან ურთიერთობა, მათი მკურნალობის საშუალება, ცოტა უფრო გაახილეს თვალები და უფრო დაინახეს რა არის ეს სამყარო და რას ნიშნავს ამ პროფესიაში რაღაცის კეთება რა. გამოწვევებზე ხო საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი და ზოგადი პროფესიული თემი, ანუ ნევროლოგები, კარდიოლოგები, ემერჯენსი ასე შემდეგ, რომელიც არის ყველაზე ცუდად განწყობილი ჩვენი პაციენტების მიმართ, რეტროგრადული, ის არის კრიმინალი, ის უნდა დაისაჯოს, ის რომ მოხდება საავადმყოფოში ძიმე პრობლემებით, რაც შეიძლება მალე უნდა გაწეროს იქედან, ან უნდა ლანძღოს, მეტადონში კი ეძახოს და წამლის მიტანა, აი, არ ვიცი. კატასტროფა. მაგაზე კიდევ ცალკე მოგვიწევს, უნდა ასწავლო. ანუ მე ვთვლი, რომ დღეს სამედიცინო უნივერსიტეტში ნარკოლოგიას არ სწავლობენ და არ ფსიქიატრიას, უბრალოდ ნიშნისთვის დადიან, არ უსმენენ. ან სწორედ არ გადასცემენ ამას, იმიტომ რომ წარმოუდგენელია, რომ ახალგაზრდა ექიმმა, რომელიც აი რამოდენიმე დღის წინ ჯანდაცვის საიტზე ორმა ახალგაზრდა ექიმმა მოაწყვეს პოლემიკა ერთმანეთში, ანუ ქილიკობდნენ პაციენტზე, რომელიც ემერჯენსში იწვა და როგორ უნდა მოკვდეს ის, აი ესე ახალგაზრდა ექიმი საჯარო სივრცეში წარმოიდგინეთ, ორი ახალგაზრდა ექიმი, გრძნობელობა ვიცი, სახელიც ვიცი, ვიცი სად მუშაობენ. აუცილებლად შევხვდები ანუ მან დაარსიხო ისაა რომ ემპათია ისეთი ადამიანებისადმი მეგმართებს ვინც არის რთული და პრობლემური ადამიანი ექიმი ხარ და ფიცი და ჰიპოკრატესი მიცემული ფორმალურად ხო არ მიგიცია ეს ფიცი ხო შენ ხო ყველა გაჭირვებულს უნდა დაეხმარო მასია ბევრი პრობლემაა რა და არა ეს ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა იმიტომ რომ მიუღებლობა პროფესიული თემის ჩვენი ფსიქიური პაციენტებისაც გიჟია ექიმი რომელიც სულით ავადმყოფზე იტყვის რომ გიჟია იქ დამთავრდა всё იმას დიპლომი უნდა ჩამოართვა მასია და ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის ძალიან დიდი მადლობა საინტერესო არა პირიქით რა და არა ამ თემაზე აბა მაგთან მაგაში რო ხარ და მაგას აკეთებ ემოციის გარეშე არ იქნებოდა მაინც ავთენტური რა მესმის აბსოლუტურად რა ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და მინდა რომ ძალიან ისეთი რა პატივისცემა გამოვხატო საჯარო პოლიტიკაში თქვენი შემოსვლისადმი იმიტომ რომ მინდა რომ აი ჩვენი პროფესიული საკითხები გულისხმობს სამედიცინო საკითხებს რა ზედაპირულად სალაპარაკო არ იყოს რა და ვინც იცის ვისაც უკეთებია ეგ აი მაგის მხრიდან იყოს სალაპარაკო ვიდრე ეს ვინც საერთოდ არც გრძნობელობა არც აზრი არ არის ექიმის პრობლემა არ არის პაციენტის და ამ შემდეგ რაც რომ მე პირიქით ბალეში უფრო მეტად გულშემატკივრობ უფრო მეტად საჯარო ექიმებს თუნდაც ხა არ იყოს პოლიტიკაში არ შევიდეს მაგრამ საჯარო ხა ერთ-ერთი საქმე რაც მეც ვაკეთებ ეგ არა საჯაროობა მინდა რომ ამ სოციალურ პრობლემებზე ცოტათი ბიძგი მივცე სხვა დისკუსიების დაწყებას რა არა პრობლემა ძალიან ბევრია რა დაწყებული ფარმაცევტული ბიზნესიდან დამთავრებული ექიმების პროფესიული არაკელთისინდისიერი და პლუს ამის გარდა ცოდნის ძალიან დიდი დეფიციტი იმიტომ რომ დღეს მე როცა ვასწავლი უნივერსიტეტში ხვდები რომ 10 წელში ჩვენ ექიმი არ გვეყოლება
არა, ესე ვარ. თუ რამე არ შევცვალეთ, თუ არ შევცვალეთ, ჩემ შვილს ექიმი არ ეყოლებდა. ჩემ შვილიშვილისთვის საქართველოში ექიმი არ იქნება. ეგ არის. და ვინც კარგია, ის ტოვებს პროფესიას. კარგი ბავშვები, ეს არის კატასტროფა კიდე. აი თუ დააკვირდებით და ამას აი მიუძღვენით რაღაცა, ვინც იყო კარგი და ვინც წლებია ბავშვები, ან პირველი კურსიდან მუშაობდა, იყო დემოტივირდა იმათმა დატოვეს პროფესია. არის მასე. არის ეგ პრობლემა. პრობლემა გამოწვევა რა, უფრო მას დავარკვევდი რა. ძალიან დიდი მადლობა საუბრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ეს იყო დოქტორ დეტერმინისტის პოდკასტი. საუბრობთ ბატონ ზურა სიხარულიძესთან და ჩვენი პოდკასტი ჩაწერილია სივრცე 13-ში. დროებით ჩვენ შემდეგზე შევხვდებით 2 კვირის შემდგომ 4 შაბათს რა, როგორც ყოველთვის. კარგად.